Ջիրի մաքսում կորբոզը սուլիանի շճամ Էրցի սուլի մաքրոդես վիրուտները Կույանի կիարա, գենիոսիա, շոկոլադის ջադոքარი, პირადად მან განმოიგონა შოკოლადის 200 სახეობა, უფრო ტკბილი და გემრიელი, ვიდრე სხვა შოკოლადის ქარხნები ამზადებენ. მართლა. ინდოელი პრინცის შესახებად მოუწევია მოეწონება. ინდოელი პრინცი ნამდვილი შეშლილი იყო. მან წერილი მისწერა ვილი ვონკას, რათა აეშალებინა მისთვის დიდი შოკოლადის სასახლე, ბერნელა სასახლე, 100 ოთახიანი. იქ ყველაფერი მუქი ღია შოკოლადის ფერი იყო. იქ ყველაფერი შოკოლადის იყო. ფანჯრები, ატაკები, ავეჯები, საწოლები, იქ ყველაფერი შოკოლადის იყო. და აუშენე. თუმელი წერმოთ მაშენებარდან გაფრთხილა პრინცი იცოდეთ ეს სასახლე დიდ ხანს ვერ გაიძრებს. ჯობია ახლა შეჭამოს. პრინცმა რა სისულელეა, მე არ ვაპირებ ჩემს სასახლეს შეჭრას, მინდა არ გვიცხოვრო. მისტერო ყავი. რა თქმა უნდა მართალი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მზიანი დღები დადგა და სასახლე მზილობა დაიწყო. ასე აღმოჩნდა სულიერი პრინცი შოკოლადის ტბაში. ასე მოსდის ყველა გამართლებული. ჩანდი ციცოცხლე ცილისხლია. ერთხელაც შვილი მომყამ გამოგვიცხადა და დაფიქრებული ყავით ჩვენ სახლში, რათა სამუდამოდ ხურავდა ფაბრიკას. ჯაშუშების გამო არა? ხო, ჯაშუშების. სხვა შოკოლადის მკეთებლებს შეშურდა ვილი ვონკასი და ვილი ვონკა საიდუმლო რეცეპტების მოყავნა მოიგონეს. და ამიტომ ხურავდა სამუდამოდ ფაბრიკას. მაგალითად მე ვიჟილმა კომპოზიტორის ჭამა სამუდამოდ. ფაბრიკა ნამდვილად დაიხურა, მაგრამ როცა დავინახეთ თბილებიდან ამომავალი ყვავილი, მივხვდით, რომ ქარხანა ისევ მუშაობდა. არავინ არ აიყვანეს. ეგ დიდი საიდუმლოა, ჩარლი. ეგ არავის არ უნახავს. გამოსული და შემოსული არ გამოსული არავის არ უნახავს.